მე არავინ ვარ, მე ვარ მხოლოდ ის, რასაც თქვენ ჩემში ხედავთ. თუ გინდათ რომ ვიყო ეშმაკი ვიქნები. თუ გინდათ რომ ვიყო ღმერთი, ვიქნები ღმერთი. ჩარლზ მენსონი. საკმაოდ უცნაურია ის ფაქტი, რომ ადამიანს, რომელსაც ოფიციალური მონაცემებით 9 მკვლელობაში მიუძღვის ბრალი, პირადად არავინ არასდროს მოუკლავს. ჩარლზ მენსონი ამერიკის ისტორიის შავი ლაქაა, რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობის კითხვის ნიშანს ბადებს. ჩარლზ მენსონი საკმაოდ უცნაური და ამავდროულად საინტერესო ფსიქოპათი იყო, რომელსაც როგორც უკვე მანამდე გითხარით, პირადად არავინ მოუკლავს. ის ამისთვის სხვა ადამიანებს იყენებდა. როგორ აკეთებდა ამ ყველაფერს? ძალიან მარტივად. მან დააარსა კულტი, რომლის წევრებსაც დააჯერა, რომ მალე აპოკალიფსი დადგებოდა და იმისთვის, რომ თითოეულ მათგანს გადაერჩინა თავისი სული, უპირობოდ უნდა შეესრულებინა მენსონის სიტყვები. მენსონის ისტორიაში ყველაზე უცნაური ის არის, რომ მან მოახერხა და შეძლო ახალგაზრდა განათლებული საშუალო ფენის ადამიანების, იმ ადამიანების, რომლებსაც აქამდე კანონიც კი არ დაურღვევიათ, მონებად გადაქცევა და შემდეგ მათი დახმარებით მკვლელობების ჩადენა. მენსონი არ ყოფილა უბრალოდ ქარიზმატული ტიპი. ის იყო ფსიქოლოგიური манипуляციების დიდოსტატი, რომელიც მარტივად ახერხებდა ადამიანებში სუსტი წერტილების პოვნას და შემდეგ ამ სუსტი წერტილების სათავისოდ გამოყენებას. მან თავის მიმდევრებს შეუქმნა ილუზია, რომ ისინი იყვნენ რჩეულები. დააჯერა მათ, რომ სამყარო იღუპებოდა და მხოლოდ მას ჰქონდა გადარჩენის გეგმა. დღევანდელი ვიდეო ვფიქრობ, რომ საკმაოდ დაძაბული და მისტიური შეიძლება იყოს. ამიტომ ეს დაძაბულობა რომ მოგიხსნათ, გეტყვით იმას, რომ ჩემი მეგობარი კომპანია ციფრული ინდუსტრიის აკადემია საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოსთან ერთად თითოეულ ჩემს მაყურებელს თავაზობს კურსების უფასოდ გავლას. ამისთვის აღწერაში მითითებულ ლინკებს ეწვიეთ, დარეგისტრირდით და მიიღეთ შანსი უფასოდ შეისწავლოთ თქვენთვის სასურველი პროფესია. თუ პირობითად რაიმე დეტალი თქვენთვის იქნება გაურკვეველი, თუმცა მე მგონია რომ ცოდნის პორტალის გამოწერებისთვის გაურკვეველი დეტალები არ არსებობს. მოკლედ, მაინც ყოველი შემთხვევისთვის გაწევრიანდით Telegram არხზე, რომელიც არის დალინკული ვიდეოს აღწერაში. და კითხვები გამოუშვით, მე შედლების დაგვარად აგეხმარებით თუ რაიმე დაგაინტერესებთ. ძალიან დიდი მადლობა ციფრული ინდუსტრიის აკადემიას იმისთვის, რომ გვერდში უდგას არა მხოლოდ ჩემს არხს, არამედ ჩემს მაყურებლებს და ეხმარება მათ განვითარებაში. მოკლედ, მე მგონი დროა რომ გადავიდეთ ჩარლზ მენსონზე. ოღონდ მანამ სანამ გადავალ, მანამდე ცხელი ჩაი დაისხით, იმიტომ რომ შეიძლება სიცხლე გაგეყინოთ ისეთ რაღაცეებს მოისმენთ და მოდი დავიწყოთ სულ თავიდან. ჩარლზ მენსონი ფსიქოპათის მძიმე ბავშვობა. ჩარლზ მენსონი 1934 წელს ცინცინატიში დაიბადა. დედამისი კეიტლინ მედოქსი ამ დროს 16 წლის იყო. ის იმდენად მოუმზადებელი იყო დედობისთვის, რომ ბავშვ დაბადების მოწმობაში თავდაპირველად უსახელო მედოქსი ეწერა. სახელი ჩარლი კი რამდენიმე კვირაში გაჩნდა. ვინ იყო მისი ბიოლოგიური მამა დღემდე უცნობია, თუმცა არსებობს თეორიები, რომ ეს ვინმე პოლკოვნიკი ვოლკერ სკოტი იყო, რომელიც გარკვეული დროით დედამისთან, კეიტლინ მედოქსთან ცხოვრობდა. ბევრი მიიჩნევს, რომ მენსონის დედა პროსტიტუციით იყო დაკავებული. მასზე იგივეს ფიქრობდნენ ოჯახის წევრებიც. თუმცა რეალურად იგი უძველესი პროფესიის წარმომადგენელი არასდროს ყოფილა. ის უბრალოდ თავისუფალი ცხოვრების სტილით ცხოვრობდა. მარტივად ურთიერთობდა სხვადასხვა მამაკაცთან. ეწეოდა კლუბური ცხოვრების სტილს და უყვარდა დროის ისეთ გარემოში ტარება, სადაც 1930-იანი წლებისთვის მხოლოდ დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. შვილის გაჩენიდან დაახლოებით 1 წელიწადში კეიტლინი ცოლად გაყვა ვილიამ მენსონს, რომელმაც ბავშვს თავისი გვარი მისცა. თუმცა იმის ხარჯზე, რომ კეიტლინი გათხოვების შემდეგაც აგრძელებდა სხვადასხვა მამაკაცთან ურთიერთობას, ოჯახში მალევე დაიწყო არეულობა და ვილიამმა განქორწინება მოითხოვა. როგორც ხვდებით, ჩარლზ მენსონი არ იყო უბრალო ოჯახიდან. ეს ისე ჟღერდა თითქოს რაღაც გრანდიოზული ოჯახიდან იყო, მაგრამ არა, სულაც არა. ამაში იმას გულისხმობ, რომ ოჯახში მისთვის ფაქტობრივად არავის ეცალა. მეტიც, ერთ-ერთ ინტერვიუში, ოღონდ ეს არ არის დადასტურებული ინფორმაცია, ჩარლზ მენსონი შემდეგ რაღაცას ყვებოდა. მაშინ, როცა ის პატარა იყო, დედამისმა ლუდის ბარში ერთ-ერთ მიმტანს უთხრა, რომ ამ ბავშვს ერთ კათხა ლუდში მოგცემო. მიმტანმა ეს სერიოზულად აღიქვა, ბავშვი სახლში წაიყვანა და ჩარლზი რამდენიმე დღის განმავლობაში მართლაც მასთან ცხოვრობდა, სანამ ბიძამისმა არ იპოვა და უკან არ დააბრუნა. ფსიქოლოგების აზრით, ეს ჩარლზ მენსონის მორიგი ხრიკი იყო, რომელსაც იგი სასამართლოში იყენებდა იმისთვის, რომ ყველასთვის შეეცოდებინა თავი. წარმოიდგინეთ, ეს იყო ადამიანი, რომელიც საკუთარმა დედამ ერთ კათხა ლუდში გაცვალა. და შესაბამისად მას არანაირი მიზეზი არ ჰქონდა საიმისოდ, რომ ადამიანების მიმართ კეთილგანწყობილი ყოფილიყო. რეალურად არ აქვს მნიშვნელობა ეს ისტორია სიმართლეა თუ ჩარლის ფანტაზიის ნაყოფია.
დედამისი არ იყო უბრალო ქალი. მასაც, ისევე როგორც მის ძმას, კრიმინალური ისტორია აქვს და ახლა მოგიყვებით იმას თუ რას გულისხმობ. მაშინ, როდესაც ჩარლზ მენსონი სულ რაღაც 4 წლის იყო, დედამისმა ღამის კლუბში გაიცნო მამაკაცი, რომელიც მოტყუებით გარეთ გაიყვანა და თავის ძმასთან ერთად დააყაჩაღა. მაგრამ დაყაჩაღების პროცესი არ იყო უბრალო. მისმა ძმამ კეჩუპის ბოთლი მიადო ამ გატაცებულ ადამიანს, გარეთ გაყვანილ ადამიანს, მოატყუა თითქოს ეს იარაღი იყო და ფული სთხოვა. მაშინ, როდესაც მამაკაცმა წინააღმდეგობა გაუწია ერთსაც და მეორესაც, ამ ადამიანს თავში ჩაარტყეს, გათიშეს, ჯიბიდან ამოაცალეს $35 და ავტომობილის გასაღები. რამდენიმე დღეში მენსონის დედა დააკავეს. მას 5 წლიანი, მის ძმას კი 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გაზეთებში მათზე სტატიები დაიწერა, სადაც მედოქსებს კეჩუპიანი მძარცველები შეარქვეს. ამის შემდეგ ჩარლი ჯერ ბებიასთან, ხოლო ბებიის გარდაცვალების შემდეგ კეიტლინის დასთან, გლედის მედოქსთან და მის მეუღლესთან, ბილ პოსტონთან გაგზავნეს საცხოვრებლად. სწორედ ამ ოჯახში გამოსცადა ჩარლზ მენსონმა ის სისასტიკე, რომელმაც მისი ფსიქიკა საბოლოოდ გააფუჭა და გაანადგურა. ბიძამისი ძალიან ხშირად სცემდა მას, ამცირებდა და ეუბნებოდა იმას, რომ ის არაფრის მაქნისი იყო. მეტიც, არსებობს ერთი ისტორიულად დადასტურებული ფაქტი, როდესაც ჩარლზ მენსონი სკოლაში კაბით გამოცხადდა. ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ წინა დღეს ის ბიძის სახლში ატირებული დაბრუნდა. ბიძამის მოუთხა, რომ ტირილი კაცის საქმე არ არის და თუ კი ჩარლზ მენსონი ქალივით იქცევა, მაშინ მას კაბა უნდა წმოდა. ძალიან ბევრი ბიოგრაფი თვლის იმას, რომ მენსონის სიძულვილის სისტემის და ზოგადად ავტორიტეტების მიმართ სწორედ აი ამ პროცესმა გააჩინა. მან დაინახა ის, რომ ოჯახი, რომელიც წესიდარიგით მას უნდა იცავდეს, საერთოდ არ ზრუნავდა მასზე და უფრო მეტიც, ჩაგრავდა მას. პირველი მოგონება, რომელიც მენსონს ბავშვობის შემდეგ დარჩა, იყო დედა, რომელიც ციხეში იჯდა ძარცვის გამო. ჩარლი, მიუხედავად იმისა, რომ პანიკურად ეშინოდა დედასთან ვიზიტების, დეიდის ქმრის იძულებით დადიოდა ხოლმე მასთან პაემანზე. ყველაზე უცნაური კი რა არის, იცით? მაშინ, როდესაც ჩარლზ მენსონი დაიჭირეს, მან მოითხოვა, რომ იმ ციხეში ჩაესვათ, სადაც ოდესღაც დედამისი იჯდა. როდესაც კეიტლინი ციხიდან გამოვიდა, ჩარლი უკვე 8 წლის იყო. დედამ შვილი წამოიყვანა დის ოჯახიდან და ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყებას სცადა. დაიწყო მაღაზიაში გამყიდველად მუშაობა. იქირავა ერთი ოთახი იაფასიან მოდელში და შვილი ახალ სკოლაში გადაიყვანა. თუმცა ჩარლის სულაც არ ქონია სკოლაში სიარულის мотиваცია და სურვილი. ჩარლი ხშირად ასწენდა სკოლას, აკითხავდა დედას სამსახურში და არ ემორჩილებოდა საზოგადოებაში მიღებულ წესებს. დედამის, რომელსაც ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყება სურდა, ჩარლი ხელს უშლიდა. სწორედ ასე აღმოჩნდა ჩარლზ მენსონი ინდიანას შტატში არსებულ ბავშვთა აღმზრდელობით სახლში. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩარლის დედა აკითხავდა, ეუბნებოდა იმას, რომ ჩვენ მალე ერთად ვიქნებითო, თუმცა ეს მალე არადა არ დადგა. სწორედ ამის გამო ერთჩვენიერ დღეს ჩარლზ მენსონი ბავშვთა აღმზრდელობითი სახლიდან გაიქცა და დედამისთან მივიდა, მაგრამ დედამ უკან მიაბრუნა. მოგვიანებით მენსონი თავის წერილებში შემდეგ რაღაცას ამბობდა. მე გაბრაზებული ვიყავი და სწორედ ამ მომენტში მივხვდი, რას ნიშნავს სიძულვილი. სწორედ ეს არის ის მომენტი, როდესაც ერთი შეხედვით ყველასგან მიტოვებულმა, დავიწყებულმა და დაჩაგრულმა ჩარლზ მენსონმა კრიმინალური ცხოვრება დაიწყო. სულ რაღაც 13 წლის ასაკში ჩარლიმ პირველი შეიარაღებული ძარცვა ჩაიდინა. ის თავს დაესხა სურსათის მაღაზიას. მენსონი არასრულწლოვანთა კოლონიაში ამოყოფს თავს, სადაც მას ხშირად ესხმიან თავსხვა პატიმარი ბავშვებიც და ციხის დაცვის წევრებიც კი. ის ფიზიკურად კოლონიაში ყველაზე პატარა იყო და ამის კომპენსაციის მიზნით რაღაც ჰქონდა მოსაფიქრებელი. დაიჩვენს მიუახლოვდით ჩარლზ მენსონის ცხოვრების იმ ეტაპს, როდესაც მან საკუთარ თავში საკმაოდ საინტერესო ნიჭი, ფსიქოლოგიური манипуляციის ნიჭი აღმოაჩინა. პირველი რამ, რაც მან დაკვირვების შედეგად დაადგინა, ის იყო, რომ გიჟებს არაფერს ერჩიან და შესაბამისად მან ეს ყველაფერი თავდაცვის მექანიზმად გადააქცია. ის იმანჭებოდა, გაჰყვიროდა უცნაურ ფრაზებს, იქცეოდა ისე თითქოს შეპყრობილი იყო და ამის ხარჯზე არც კოლონიის სხვა პატიმრები და რა თქმა უნდა არც კოლონიის დაცვის წევრები უკვე აღარაფერს უშავებდნენ. ამას ის მოგვიანებითაც გაიმეორებს სასამართლოს ხდომებზე, თუმცა მოდით მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. კოლონიიდან გამოსვლის შემდეგ ჩარლზ მენსონმა Western Union-ში პოსტალიონად დაიწყო მუშაობა. ის ამანათების გადაზიდვაზე იყო პასუხისმგებელი. თუმცა მისმა კრიმინალურმა წარსულმა აქ მუშაობაზეც იქონია გავლენა და მან გზავნილების გახსნა და შიგთავსების მოპარვა დაიწყო. როგორც კი ამის შესახებ კომპანიაში გაიგეს, მენსონი ისევ დააპატიმრეს. სწორედ ასე მენსონის ცხოვრება ერთ მუდმივ და ჩაკეტილ წრეზე ტრიალებდა. ის გამოდიოდა კოლონიიდან, ჩაიდენდა დანაშაულს, უბრუნდებოდა საპატიმროს
თავს გიჟად ასაღებდა და მალე ისევ თავისუფალი ხდებოდა. ერთ-ერთ ციხეში მენსონმა სხვადასხვა ფსიქოლოგიური ტესტი გაიარა, მათ შორის IQ ტესტით, სადაც მან საშუალოზე მაღალი 109 ქულა დააფიქსირა. ფსიქოლოგები მასზე ამბობდნენ იმას, რომ იგი ასოციალურია, მიდრეკილება აქვს აგრესიისკენ და მისი ქცევები არ შეესაბამება საზოგადოებისთვის მიღებულ ნორმებს და შესაბამისად, მასთან ურთიერთობა საშიშია. როცა მენსონი 18 წლის იყო, დეიდა მისმა სასამართლოში განცხადება შეიტანა, სადაც ნათქვამი იყო, რომ თუ ჩარლზს ვადაზე ადრე გაანთავისუფლებდნენ, დეიდა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღებდა, მოუვლიდა დიშვილს და დაეხმარებოდა სამსახურის პოვნაში. უცნაური კი ისაა, რომ ყველა აქამდე ჩადენილი დანაშაულის და ციხეში ცუდი ქცევის მიუხედავად, სასამართლო მას დათანხმდა. თუმცა განთავისუფლებამდე ერთი თვით ადრე, მენსონმა თანამესაკნე გააუპატიურა და ვადამდელი თავისუფლების ნაცვლად ის ახალ ციხეში გადაიყვანეს. ერთი სიტყვით დეიდის მცდელობა, რომ ჩარლზს დახმარებოდა, კრახით დასრულდა. ამ ახალ ციხეში მან დაიწყო წიგნების კითხვა და თუ კი აქამდე ის თავის დასაცავად ყველას გიჟად აჩვენებდა თავს, ახლა მან შეცვალა ფსიქოლოგიური манипуляციის მეთოდები და მიაგნო ახალ ხერხს. ამ ახალ ხერხს მან მიაგნო ერთი კონკრეტული წიგნის დახმარებით. საუბარი მაქვს დეილ კარნეგის წიგნზე, სათაურით როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და როგორ მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე. მენსონი შეიცვალა. იგი შეიძლება ითქვას სანიმუშო პატიმარი გახდა. დაიწყო თანამესაკნეების დახმარება. მეტიც, მან ციხეში მუშაობა დაიწყო და თანამშრომლებს ავტომობილების შეკეთებაში ეხმარებოდა. 1954 წელს მენსონმა ციხის უფროსისგან სარეკომენდაციო წერილიც კი მიიღო და საკმაოდ მალევე თავისუფლებაზე აღმოჩნდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მენსონმა მუშაობა დაიწყო ავტოგასამართ სადგურზე. მალევე გაიცნო 17 წლის როზალი ჯინ ვილისი და 1955 წელს მათ იქორწინეს კიდეც. ერთი შეხედვით, კალიფორნიაში გადასულმა მენსონმა ოჯახის კაცის იმიჯი მოიგო. თუმცა ეს ილუზია დიდხანს არ გაგრძელებულა. მენსონისთვის პატიოსანი შრომა ზედმეტად მოსაწყენი აღმოჩნდა. კალიფორნიაში ჩასვლიდან მალევე მან ისევ მოიპარა ავტომობილი, რათა ორსული ცოლისთვის ფული ეშოვნა. სასამართლო ექსპერტიზის დროს ფსიქოლოგთან საუბარში მენსონმა დეილ კარნეგის წიგნში წაკითხულ ტაქტიკას მიმართა და დაარწმუნა იგი, რომ მისთვის უმჯობესი ორსულ ცოლთან დაბრუნება და ოჯახური გარემო იქნებოდა, რაც მას რესოციალიზაციის საშუალებას მისცემდა. გაგიკვირდებათ, მაგრამ მენსონმა შეძლო ფსიქოლოგის დარწმუნება. მან მოახერხა ის, რომ სასამართლოსგან სულ რაღაც 5 წლიანი პირობითი პატიმრობა მიიღო. თუმცა აქ ერთი რამ არის ხაზგასასმელი. მას როგორც უკვე გითხარით, არა ერთი, არამედ რამდენიმე ავტომობილის ძარცვაში ედებოდა ბრალი და შესაბამისად სხვა შტატებშიც უწევდა სასამართლო. მენსონმა არ გარისკა და სასამართლომდე რამდენიმე დღით ადრე გაქცევა და მიმალვა გადაწყვიტა. ნახევარი წლის შემდეგ იგი დააკავეს და 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მისმა მეუღლემ განქორწინება მოითხოვა და როცა მენსონმა გაიგო, რომ როზალის საყვარელი ჰყავდა, ციხიდან გაქცევა სცადა, თუმცა უშედეგოდ. 3 წლიან პატიმრობას ციხიდან გაქცევის მცდელობის გამო კიდევ 5 წელი დაემატა. ალბათ ამჩნევთ, რომ ჯერჯერობით მენსონის ცხოვრებაზე არაფერი განსაკუთრებული არ მოგისმენია. ანუ ნახეთ, ეს არის ადამიანი, რომელმაც კი მოიპარა არაერთი ავტომობილი, მოატყუა არაერთი ადამიანი და გარდა ამისა სისტემა, კი არაერთხელ იჯდა ციხეში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იმ პერიოდის ამერიკის შეერთებული შტატების ციხეებში მსგავსი ადამიანი არა ერთი და ორი, არამედ ათასობით იყო. მაგრამ რა გამოარჩევს ჩარლზ მენსონს? ის გამოარჩევს, რომ განსხვავებით იმ ათასობით ადამიანისგან, ჩარლზ მენსონი გახდა სულიერი გურუ და გარდა ამისა მანიაკი, რომელსაც, როგორც უკვე მანამდე ვთქვი, პირადად არავინ მოუკლავს. ის ყველაფერი, რაც აქამდე მოვყევი, იყო საჭირო იმისთვის, რომ ბევრად უფრო უკეთ გაგეგოთ ის, თუ რა პირობებმა შექმნეს ჩარლზ მენსონი. ადამიანი, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების კრიმინალური ისტორია მენსონამდელ და მენსონის შემდეგ ეტაპებად დაყო. ჩარლზ მენსონი, პირველი ნაბიჯები. ცოლთან გაშორების და ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჩარლზ მენსონი ჩაკეტილი ადამიანი გახდა. აქ გასათვალისწინებელია ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტი. გარდა იმისა, რომ მან წაიკითხა დეილ კარნეგის წიგნი, იგი ასევე გადიოდა რესოციალიზაციის კურსებს, სადაც თეორიულ სწავლებასთან ერთად მას პრაქტიკული სამუშაოებიც ჰქონდა. აქ მან ისწავლა ის, თუ როგორ დაემყარებინა ადამიანებთან კონტაქტი, როგორ მოეხდინა მათზე გავლენა, როგორ ესაუბრა საჯაროდ ისე, რომ ხალხი მისი საუბრით მოხიბლულიყო. მენსონმა კურსების გავლის შემდეგ აიღო სერტიფიკატი. ოღონდ განსხვავებით სხვა პატიმრებისგან, ის ამ კურსების წყალობით არა მეგობრებს, არამედ მსხვერპლებს ეძებდა. დეილ კარნეგის მეთოდოლოგია, ისევე როგორც რესოციალიზაციის კურსები, არ იყო ერთადერთი მექანიზმი, რომელსაც მენსონი იყენებდა ადამიანებზე манипуляციისთვის.
მისი თანამესაკნე იყო საკმაოდ ცნობილი სუტინორი, რომელიც მთელი მისი ციხეში ყოფნის განმავლობაში უხსნიდა იმას, თუ როგორ უნდა ჩაერთო გოგონები არალეგალურ საქმიანობაში. მენსონმა პროსტიტუციაში არაერთი გოგონა ჩართო და მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმიანობა არალეგალური იყო, ის ამის გამო არ დაუკავებია. ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კონტრავერსიული ფსიქოპათი $27 ყალბი ჩეკის განაღდებისას დაიჭირეს. ეს ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის ჩეკი იყო, რაც დანაშაულს ფედერალურს ხდიდა. ამიტომ მას საკმაოდ დიდი სასჯელი ელოდა. დაკავების შემდეგ ჩარლზი თავს იმით იმართლებდა, რომ ჩეკი მისი არ იყო და ის ერთ-ერთი საფოსტო ყუთიდან მოიპარა. თუმცა იმის ნაცვლად, რომ ამით სიტუაცია გამოესწორებინა, პირიქით მოხდა. მას ახლა უკვე ორი მუხლით ასამართლებდნენ: ქურდობის და ყალბი ჩეკის განაღდების მცდელობის გამო. სწორედ ამ სასამართლო პროცესზე გამოვლინდა ჩარლზ მენსონის უნარი აკონტროლოს ადამიანები ისე, როგორც მას ეს გაუხარდება. პროკურორთან მივიდა ვინმე ლეონა სტივენსი, რომელიც მას ეუბნებოდა იმას, რომ მას და ჩარლზ ერთმანეთი უყვართ. ისინი დაქორწინებას აპირებენ და მეტიც. ლეონა სტივენსი ჩარლზისგან ბავშვს ელოდება. სინამდვილეში ლეონა სტივენსი მენსონის ერთ-ერთი მეძავი იყო, რომელსაც ჩარლზმა დააჯერა, რომ ის უყვარდა. სანამ სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, მენსონი და ლეონა დაქორწინდნენ. უცნაურია, მაგრამ პროკურატურამ გაითვალისწინა გოგონას თხოვნა, რომელიც იმას ამბობდა, რომ ჩარლი გამოსწორებულია, აღარ იპარავს, არ არის დაკავებული არალეგალური საქმიანობით და მეტიც. ის კარგი მეორე ნახევარია. ჩარლზს 10 წლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს და ის ციხის კედლებს მიღმა დარჩა. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ის და ლეონა სხვა შტატში გადავიდნენ, თუმცა მენსონის თავისუფლება დიდხანს არ გაგრძელებულა. 1960 წელს ის ისევ დააკავეს. მენსონს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მაკნილ აილენდის ციხე სწორედ ის ადგილია, სადაც ჩარლზ მენსონმა თავისი საბოლოო სახე მიიღო. აქ იგი გაეცნო სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობას, მათ შორის საიენტოლოგიასაც, რომლის საფუძველიც არის ჰაბარდის წიგნი და გარდა ამისა გაეცნო ბუდიზმსაც და აღმოსავლურ ფილოსოფიასაც. მიუხედავად იმისა, რომ მას არ ჰქონდა ფუნდამენტური ცოდნა რელიგიასთან დაკავშირებით, მან მაინც შეძლო საკუთარი ფსევდორელიგიური მიმდინარეობის შექმნა. საიენტოლოგიიდან აითვისა ეგრეთ წოდებული აუდიტინგის ელემენტები. იყენებდა ადამიანის სუსტ წერტილებსა და წარსული ტრავმების ამოცნობის უნარს მათ გასაკონტროლებლად. ბუდიზმიდან და აღმოსავლური ფილოსოფიიდან კი ისესხა იდეები ეგოს სიკვდილთან და სამყაროს ერთიანობასთან დაკავშირებით. შემდეგ დაამახინჯა ისინი და მიმდევრების ინდივიდუალიზმის დასანგრევად გამოიყენა. კიდევ ერთი საკმაოდ საინტერესო უნარი, რომელიც მან შეიძინა მაკნილ აილენდის ციხეში, გახლდათ ის, რომ მან გიტარაზე დაკვრა ისწავლა. ოღონდ მისი მასწავლებელი უბრალოდ ტიპინამდვილად არ ყოფილა. მას გიტარაზე დაკვრა სახელმწიფო მტერმა ნომერმა 1-მა, ალვინ კარპისმა ასწავლა, რომელიც ბანკების ძარცვის, მკვლელობების და ადამიანთა გატაცების გამო იჯდა ციხეში. მენსონის საყვარელი ჯგუფი გახდა The Beatles. ოღონდ ეს არ ყოფილა უბრალო სიყვარული. ის დარწმუნებული იყო იმაში, რომ ლივერპულელი ოთხეული მას საიდუმლო შეტყობინებებს უგზავნიდა. აი მაგალითად, White ალბომში ერთ-ერთი სიმღერა Blackbird-ი მენსონმა აღიქვა ისე, როგორც წინასწარმეტყველება იმასთან დაკავშირებით, რომ მალე რასობრივი ომები დაიწყებოდა. გარდა ამისა, სიმღერაში Piggies მან ამოიკითხა ის, რომ მენსონს უნდა მოეკლა ჰოლივუდელი ვარსკვლავები. მოკლედ და ერთი სიტყვით, მენსონს მიაჩნდა, რომ The Beatles-ის მომღერლები იყვნენ მქადაგებლები, ხოლო თავად მენსონი წინასწარმეტყველი. როცა 1967 წელს მენსონი ციხიდან გამოვიდა, მას იმდენად ეშინოდა გარე სამყაროში მოხვედრის, რომ ციხის ზედამხედველებს თხოვდა, აქ დამტოვეთ ციხე ჩემი სახლიაო. თუმცა კანონია და 32 წლის ჩარლი თავისუფლებაზე აღმოჩნდება. ციხიდან გამოსვლისას მას სულ სხვა სამყარო დახვდა. ჰიპები ოდესღაც სულელ და უსაქმურ ახალგაზრდებად მიიჩნეოდნენ. თუმცა ახლა ისინი წარმოადგენდნენ ახალგაზრდული მოძრაობის საკმაოდ დიდ და მძლავრ ერთეულს. ისინი ამერიკას ახალ ფილოსოფიას თავაზობდნენ, რომელიც საყოველთაო მშვიდობასა და ერთმანეთის სიყვარულს მოიაზრებდა. ამავე წელს სან-ფრანცისკოში ტარდებოდა ფესტივალი, რომლის სახელიც სიყვარულის ზაფხული იყო. აქ ასობით ათასი ჰიპი იყო შეკრებილი. ეს იყო დაბნეული, სახლიდან გამოქცეული ახალგაზრდებით სავსე ადგილი, სადაც ადამიანები ეძებდნენ ჭეშმარიტებას და ახალ მეგობრებს. მენსონი მიხვდა, რომ ეს ადამიანები იყვნენ იდეალური მასალა მისი ოჯახის შესაქმნელად.
ისე ერთი შეხედვით თუ გაიხსენებთ იმ ყველაფერს, რაზეც უკვე ვისაუბრე ვიდეოს დასაწყისში, საკმაოდ ისე მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰიპები და ჩარლზ მენსონი ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილები და ახლავე აგიხსნით რას გულისხმობ. ჩარლი იყო პატარა ბავშვი, რომელსაც აკლდა სითბო, სიყვარული, მზრუნველობა, მშვიდობა და ეს ის ღირებულებებია, რომლებზეც ჰიპების მოძრაობა არის ასე ვთქვათ აგებული. ასე რომ არ არის გასაკვირი ის, რომ ადამიანებმა, რომლებისთვისაც უპრობლემო იყო ნარკოტიკული საშუალებების მიღება, უკონტროლო სექსი და სიყვარული, საკმაოდ მარტივად მიიღეს თავიანთ წრეში ჩარლზ მენსონი. აი, ჩარლიმ კი თავის მხრივ იმის ფონზე, რომ მათში დაუცველი სამიზნეები დაინახა, მარტივად მოახერხა ამ ადამიანებზე გავლენის მოპოვება. ის ქუჩაში იჯდა, გიტარაზე უკრავდა და ადამიანებს უსმენდა. იყენებდა დეილ კარნეგის მეთოდს. ის არ საუბრობდა თავის თავზე. ქმნიდა გარემოს, სადაც ადამიანები უყვებოდნენ თავიანთ ისტორიებს. მან იცოდა, რომ სახლიდან გამოქცეულ 18-20 წლის გოგონებსა და ბიჭებს ყველაზე მეტად ავტორიტეტი სჭირდებოდა. მათ სჭირდებოდათ ადამიანი, რომელიც ეტყოდა: მე ვიცი რატომ გტკივა, ვიცი რა გტკივა და ისიც ვიცი თუ როგორ უნდა გიშველო. ჩარლზ მენსონი მათი არა უბრალო მეგობარი, არამედ მამაც, ძმაც, სულიერი მოძღვარიც და თქვენ წარმოიდგინეთ, მესიაც კი გახდა. ერთ-ერთი პირველი გოგონა, რომელსაც მენსონმა ეს ყველაფერი შთააგონა, მერი ბრუნერი იყო. მერი არ ყოფილა უბრალო გოგონა, მას ჰქონდა მიღებული განათლება, მუშაობდა ბიბლიოთეკაში, ჰქონდა საკუთარი სახლკარი და შემოსავალიც. ამ დროს კი მენსონი, რომელიც ოდესღაც სუტინიორობით შეულობდა ფულს, რომელსაც არც სახლკარი ჰქონდა და თან ციხეში ჯამში უკვე 17 წელი ჰქონდა გატარებული, მისი საყვარელი ხდება. მერი ბრუნერი ჩარლისთვის პირველი აგური აღმოჩნდა. წარმოიდგინეთ, რამდენიმე საათიანი საუბრის შემდეგ გოგონამ ყველაფერი მიატოვა. წაიყვანა იგი საკუთარ სახლში და ფაქტობრივად საფუძველი ჩაუყარა იმას, რასაც მოგვიანებით ოჯახი ეწოდა. ჩარლზ მენსონის ოჯახი. რა თქმა უნდა, მენსონს ერთი ქალი არ აკმაყოფილებდა. ის მერის ეუბნებოდა, რომ მათი სიყვარული იმდენად დიდი იყო, რომ მასში სხვებიც უნდა ჩართულიყვნენ. მერი, რომელიც სრულიად იყო მენსონის გავლენის ქვეშ, თავად ეხმარებოდა მას ახალი გოგონების პოვნაში. მალე მათ შეუერთდნენ ლინეტ სკვიკი ფროუმი და სიუზან სედი ეტკინსი. მენსონმა იყიდა ძველი ფერადი ავტობუსი და მათთან ერთად მთელ კალიფორნიაში დაიწყო მოგზაურობა. 60-იანების პერიოდი მენსონისთვის ოქროს ხანა იყო. ჰიპებს მოსწონდათ მისტიური ტიპები, რომლებიც ქმნიდნენ თავიანთ კომუნას, რომელშიც ყველა თანასწორი იყო. მენსონი ამ როლს იდეალურად ირგებდა. ის მათთვის იყო ადამიანი, რომელმაც სისტემას თავი დააღწია და ახლა სხვებს მიუძღვებოდა თავისუფლებისკენ. ჩარლზ მენსონი ყველაფერს აკეთებდა საიმისოდ, რომ მისი ეგრეთ წოდებული ოჯახის წევრებს წარსულში დაეტოვებინათ. ის მათ ართმევდა პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, ფოტოებს, რომლებიც მათ თან ჰქონდათ, რა თქმა უნდა, ფულსაც და გარდა ამისა უცვლიდა მათ სახელებს. აქ ერთი რამ კარგად დაიმახსოვრეთ, სულ ცოტა ხნის წინ სკვიკი და სედი რო ვახსენე. ეს ორი სახელი, თქვენ წარმოიდგინეთ და ჩარლზ მენსონის შერჩეული სულაც არ არის. ამ გოგონებს საკმაოდ მძიმე ისტორია აქვს. თუმცა ამას ოდნავ მოგვიანებით მიუბრუნდები, მანამდე გეტყვით იმას, რომ მენსონი ყველაფერს აკეთებდა საიმისოდ, რომ მისი ოჯახის წევრებს მის მიმართ იმხელა პატივისცემა ჰქონოდათ, რომ ისინი მას ბრმად გაჰყოლოდნენ. ძალიან მალე მენსონის კომუნაში, რომელსაც ოჯახი ერქვა, წევრების რაოდენობა მიმატა. ჩარლიმ იდეალურად გამოიყენა წარსულის გამოცდილება, სუტინიორად მუშაობაც, დეილ კარნეგის ნაშრომიც, გიტარის გაკვეთილებიც და იმ ფილოსოფიური მოძღვრების ცოდნაც, რომლებსაც ციხეში გაეცნო. მენსონის ოჯახის წევრები ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ, თუმცა თითოეულ მათგანს ერთი რამ აერთიანებდა: პრობლემები ოჯახში, სწავლასა და სამსახურში უპერსპექტივობა, წვრილმანი კრიმინალური ისტორიები და ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულება. თითოეული მათგანისთვის ჩარლი პოულობდა მიდგომას და აჯერებდა, რომ მასთან ერთად ნებისმიერი პრობლემის გადალახვა იყო შესაძლებელი. გოგონები ვერ ხვდებოდნენ იმას, რომ ისინი ერთპიროვნული დიქტატორის გავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ, იმიტომ რომ ისინი თავდაპირველად ცხოვრობდნენ ზუსტად ისე, როგორც ნებისმიერი სხვა ჰიპების კომუნა. ცხოვრობდნენ ავტობუსში, რომლითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაადგილდებოდნენ, არ ჰქონდათ ფული, მოიხმარდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს და გარდა ამისა კავდებოდნენ თავისუფალი სექსით. თუმცა აქ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი. ჩარლზ მენსონს რა თქმა უნდა არ სიამონებდა ის, რომ მისი ოჯახის წევრი გოგონები სხვა ადამიანებთან კავდებოდნენ სექსით.
ამიტომ მან გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ იერარქია მოიფიქრა, სადაც ის, რა თქმა უნდა, პირამიდის თავზე იდგა. ის გოგონებს ეუბნებოდა, რომ ეგო სიკვდილისთვის მათ უნდა დაეთმოთ საკუთარი სხეული ნებისმიერისთვის, ვისაც ჩარლი შეარჩევდა. ანუ ის თავად არჩევდა იმას, თუ ვისთან ექნებოდათ გოგონებს ურთიერთობა. ირჩევდა თუ არა ჩარლზ მენსონი საკუთარი თავის გარდა სხვა ადამიანებს, რომ გოგონები მასთან სექსით დაკავებულიყვნენ? დიდი ალბათობით ბევრმა იფიქრა, რომ არა, მაგრამ რა თქმა უნდა კი, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი მას ეს აწყობდა, თუ კი ის ამ ადამიანისგან გარკვეულ სარგებელს მიიღებდა. უნდა ითქვას ისიც, რომ მენსონმა ქადაგებაც დაიწყო. ექსპერტების აზრით, ფილოსოფიის ნაწილი მან განკითხვის დღის ქრისტიანული ეკლესიის განშტოებიდან ისესხა, რომლის მიმდევრებსაც სჯეროდათ, რომ ლუციფერი და იესო ქრისტე მეორედ მოსვლის შემდეგ ერთად განსჯიან კაცობრიობას და იმისთვის, რომ უფრო მეტად გაემყარებინა თავისი პოზიციები, ის არწმუნებდა თავის მიმდევრებს, რომ ისინი ქრისტეს პირველი მიმდევრების რეინკარნაციები იყვნენ, რომლებსაც უნდა ებრძოლათ თანამედროვე რომაელების, ანუ ამერიკული ხელისუფლების წინააღმდეგ. მეტიც, ის იმაზეც საუბრობდა, რომ თავად იყო ქრისტეს რეინკარნაცია და ხაზს უსვამდა თავის გვარს, მენსონს, რომელიც იშიფრება როგორც ძე კაცისა. ერთი სიტყვით შეიძლება ითქვას, რომ მენსონის ეგრეთ წოდებული ოჯახის წევრებს უბრალოდ იმაში არ გაუმართლათ, რომ მათ მაინც და მაინც სწორი და შესაბამისი კომუნა ვერ შეარჩიეს. იმიტომ რომ სხვა მსგავს სიტუაციებში ჰიპების კომუნები დაახლოებით 3, 4 და 5 წელიწადში იშლებოდა და თითოეული მათი წევრი უბრუნდებოდა ოჯახს. მაგრამ მენსონმა ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ გავლენა ჰქონოდა კომუნის თითოეულ წევრზე და ეს გავლენა არა უბრალო, არამედ ფაქტობრივად ტოტალური ყოფილიყო. ის შეიძლება ითქვას, რომ მათ გონებასაც კი აკონტროლებდა. მაშინ როცა ოჯახის სექტის წევრები დაკითხეს, ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ ჩარლიმ თითოეულ მათგანთან შესაბამისი სასაუბრო ენა გამონახა. ის თითქოს ირეკლავდა მოსაუბრის ხასიათსა და შინაგან განწყობას. დროსთან ერთად კი იმ შედეგამდე მივიდა, რომ ყველა თვალდახუჭული ენდობოდა, იმეორებდა მის შეხედულებებს, სიტყვებსა და მანერებსაც კი. უნდა ითქვას ისიც, რომ მენსონს როკ მუსიკოსობა სურდა და ეს ოცნება კულტის შექმნის პროცესშიც არ დავიწყებია. მას ყველანაირი შანსი ჰქონდა, რომ გამხდარიყო კიდეც საკულტო მუსიკოსი, თუმცა ამ დროისთვის ნარკოტიკულ საშუალებებს მისი გონება სრულად ჰქონდა დაბინდული. 1960-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური ჯგუფი იყო ჯგუფი The Beach Boys. ეს იყვნენ ბიჭები, რომლებიც სცენაზე გამოდიოდნენ ზოლიან პერანგებში და ძირითადად მღეროდნენ სერფინგის დაფაზე, ზოგადად სერფერებზე და გარდა ამისა ბიკინიან გოგონებზე. ისინი ფაქტობრივად ამერიკული მუსიკალური კულტურის განუყოფელი ნაწილი იყვნენ მანამ, სანამ ამერიკის შეერთებულ შტატებში არ გამოჩნდა ლივერპულელი 4-ხეულის მუსიკა. შეიძლება ითქვას, რომ სანაპიროს ბიჭებმა ვერ გაუწიეს კონკურენცია The Beatles. აქედან გამომდინარე არ არის გასაკვირი ის, რომ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ბრაიანი ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი გახდა და იგი ფაქტობრივად ვერ გამოდიოდა სცენაზე. მისი ძმა დენისი კი გალოცდა და დაიწყო კარჩაკეტილი ცხოვრება ჰოლივუდის სახლში. ერთ მშვენიერ დღეს დენისი სტუდიიდან ბრუნდებოდა, როცა გზად ახალგაზრდა გოგონები შეხვდნენ, რომლებიც მას ერთ ავტობუსთან მიყვანას თხოვდნენ. დენისმა ისინი სახლში დაპატიჟა და მომდევნო დღეს, მაშინ როცა ისევ სტუდიაში აპირებდა დაბრუნებას, გოგონებს უთხრა თავი ისე იგრძენით, როგორც საკუთარ სახლში და დარჩით, რამდენი ხნითაც გაგიხარდებათო. სტუდიიდან დაბრუნებულ დენის სახლში არა 2, არამედ 20-მდე ადამიანი დახვდა, რომლებიც ერთობოდნენ, სვამდნენ, ცეკვავდნენ და სიმღერებს მღეროდნენ. დიდი ალბათობით ხვდებით იმას, რომ ამ 20 ადამიანიდან ერთ-ერთი, პრინციპში ყველაზე მთავარი იყო, რა თქმა უნდა, ჩარლზ მენსონი. გოგონებმა დენისი და ჩარლზი ერთმანეთს გააცნეს. თავის მხრივ მენსონმა დენის მადლობა გადაუხადა იმის გამო, რომ მან საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა ამერიკული მუსიკალური კულტურის განვითარებაში. დენის უილსონმა იმის გათვალისწინებით, რომ მისი კარიერაც ამ ადამიანების მსგავსად ჰიპური ცხოვრების სტილიდან აღმოცენდა, მენსონის ოჯახს მასთან რამდენიმე დღით დარჩენის უფლება მისცა. რამდენიმე დღე გადაიქცა კვირად, კვირა კი თვედ. საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ დენის უილსონმა ჩარლზ მენსონს ფაქტობრივად სახლი დაუთმო. იგი სხვაგან წავიდა საცხოვრებლად, მენსონი და მისი ოჯახის წევრები კი აქ დარჩნენ. და ალბათ გიჩნდებათ საკმაოდ ლოგიკური შეკითხვა. რატომ მისცა მილიონერმა და ოდესღაც საკმაოდ პოპულარულმა მუსიკოსმა ჩარლზ მენსონს თავის სახლში ცხოვრების უფლება ისე, რომ თავად აქ არც კი ეცხოვრა. საქმე ის არის, რომ მენსონმა მოახერხა და დენისიც კი დაარწმუნა იმაში, რომ იგი მესია არის
და იმისთვის, რომ მას თავისი სული გადაერჩინა, უნდა დაეჯერებინა მენსონისთვის უპირობოდ და შეესრულებინა ყველაფერი, რასაც ჩარლზ მენსონი იტყოდა. მოდით ცოტა უფრო უკეთესად დავხსნი იმას, თუ რას გულისხმობდა ჩარლზ მენსონის რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება. როგორც უკვე აქამდე გითხარით, დენის უილსონმა ვერ მოახერხა და ვერ გაუწია კონკურენცია The Beatles და ამის გამო ის ხშირად დეპრესიული იყო და ბევრსაც სვამდა. ეს იდეალური ფონი იყო იმისთვის, რომ ჩარლზ მენსონს მისი გონება მარტივად ემართა. მან აუხსნა უილსონს თავისი ფილოსოფიით ის, რომ პოპულარობა, ისევე როგორც მუსიკალური კარიერა არა მის სულს, არამედ მის ეგოს სჭირდებოდა. დენისმა მას რა თქმა უნდა დაუჯერა იმასაც, რომ ფული, ისევე როგორც სახლი, მანქანები და ის გოგონები, რომლებიც მას ირგვლივ სულ ყავდა, სულაც არ სჭირდებოდა. მან ერთი დღით დაიწყო ცხოვრება და სწორედ ამის ფონზე მენსონმა მას ფაქტობრივად ყველაფერი წაართვა. ოღონდ არა ძალდატანებით, არამედ იმ ფილოსოფიით, რომელიც მოიაზრებდა იმას, რომ უილსონს, ისევე როგორც ოჯახის სხვა წევრებს, მხოლოდ ერთი დღით უნდა ეცხოვრა და უნდა დაეთმო მიწიერი სიამოვნებები. მენსონი მსგავსად არა მხოლოდ დენისთან, არამედ მის ჰოლივუდელ მეგობრებთანაც გადაგებდა. კანადელი მუსიკოსი ნილ იანგი ყვებოდა, რომ მისი საუბრები ძალიან საინტერესო ჟღერდა. მოსწონდა მისი მუსიკაც და მეტიც. ადარებდა ჩარლზ ბობ დილანს. აბა თუ გამოიცნობთ ამ დროს რას აკეთებდა მენსონი? რა თქმა უნდა, მას განსხვავებით მისი მიმდევრებისა და მოწაფეებისგან სულაც არ უთქვამს უარი ეგოზე. ის ტკბებოდა ყველა იმ ლამაზი სიტყვით და ყველა იმ მიწიერი ფუფუნებით, რომელსაც მას აძლევდნენ ჰოლივუდელი მსახიობები თუ მომღერლები. ის თავის მოწაფეებს უხსნიდა იმას, რომ აი ხომ ხედავთ, ყველას ვუყვარვარ და ეს მეტყველებს იმაზე, რომ სწორედ მე ვარ რჩეულიო. დენისის სახლში მენსონი საქმიან შეხვედრებსაც კი ატარებდა. ხვდებოდა პროდიუსერებს და საკუთარი ალბომის გამოშვებასაც გეგმავდა. დენისმა მის სახლში არსებულ სტუდიაში შესთავაზა სიმღერის ჩაწერა, თუმცა მენსონს არანაირი გამოცდილება არ ჰქონია. ბეკ ვოკალისტებად თავისი მიმდევრები დააყენა და სიმღერის ჩაწერაც ვერ მოხერხდა. ჩაწერის პროცესს ესწრებოდა დენისის ძმაც ბრაიანიც, რომელიც აფრთხილებდა მას, რომ ჩარლზ მენსონი საშიში ადამიანი იყო. მაგრამ როგორც უკვე გითხარით, დენისის გონება უკვე ფაქტობრივად გადაპროგრამირებული იყო და ის უსიტყვოდ ასრულებდა ჩარლზის ბრძანებებს. აქ ისიც უნდა ითქვას, რომ თავად მენსონი, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არტოვებდა იმ სიკეთეებს, რომლებიც მას დენისმა გაუკეთა. მან ჯგუფ The Beach Boys დაუწერა სიმღერა, რომლის სახელიც არის Never Learn Not to Love. და ამ სიმღერის ლინკი, ისევე როგორც ჩემი Telegram არხის ლინკი, რა თქმა უნდა, ვიდეოს აღწერაში იქნება. აქ თქვენ დაგვხვდებათ ამ სიმღერის დეტალური ანალიზი და გარდა ამისა, ის ინტერვიუები, რომლებიც გადავთარგმნე, გავტიტრე და ავტვირთე Telegram არხზე. ერთი სიტყვით, მომღერლებმა იმღერეს მენსონის სიმღერა, თუმცა არ მიუთითებიათ არსად ის, რომ ჩარლზი იყო ავტორი. ამის გამო მათ ურთიერთობა დაეძაბათ და ერთშვენიერ დღეს, თუმცა ალბათ ნაკლებად მშვენიერ დღეს, მენსონმა დენის გაუგზავნა ტყვია, რომელიც ქაღალდში იყო გახვეული და ქაღალდზე ეწერა შემდეგი რამ: ასეთი საკმაოდ ბევრი მაქვს. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ მენსონმა დენისის სახლში ცხოვრება შეწყვიტა, თუმცა მცდელობები, რომ ჩაეწერა სიმღერები, არ შეუწყვეტია. სწორედ ასე მან გაიცნო ტერი მელჩერი, რომელმაც მას რანჩოზე მიაკითხა. ტერი მოусმინა მენსონს, მიხვდა, რომ მისგან როკვარსკვლავი არ დადგებოდა, მადლობა გადაუხადა სიმღერებისთვის და დაემშვიდობა. მენსონისთვის ტერი მელჩერის უარი მხოლოდ და მხოლოდ არას არ ნიშნავდა. ეს იყო ფაქტობრივად მისი როგორც სულიერი ლიდერის დამცირება. და სწორედ ამის გამო მან გარკვეული დროის შემდეგ მელჩერს სახლში მიაკითხა, თუმცა კარი არა მელჩერმა, არამედ ქერათმიანმა ლამაზმანმა გაუღო, რომელმაც უთხრა, რომ მელჩერი აქ უკვე დიდი ხანია აღარ ცხოვრობდა. ეს ლამაზმანი აღმოჩნდა შერონ ტეიტი, რეჟისორი რომან პოლანსკის ცოლი. სწორედ ასე დასრულდა მენსონის მუსიკალური კარიერა. თუმცა მიუხედავად ამ მუსიკალური კარიერის დასრულებისა, მისი ამბიციები სულაც არ შემცირებულა. ჩარლზ მენსონი, სპანის რანჩო. ფილმებიდან და დოკუმენტური ვიდეოებიდან ჩვენ ვიცით, რომ ჰიპები მოძრავ ბორბლებიან სახლებში ცხოვრობდნენ, რომლითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაადგილდებოდნენ. რა თქმა უნდა, მენსონის ოჯახსაც ჰქონდა ასეთი მოძრავი სახლი, რომელიც ჩარლიმ და მისმა გოგონებამ მოიპარეს. საუბარი მაქვს სკოლის ავტობუსზე, რომელსაც მოხსნეს სავარძლები, დაუმაგრეს სალონში ლოგინები, გადაღებეს შავად და მოაწყვეს ისე, რომ მასში ცხოვრება უპრობლემოდ იყო შესაძლებელი. რა თქმა უნდა, დროსთან ერთად მენსონის საკმაოდ დიდ ოჯახს უკვე აღარ ყოფნიდა ავტობუსი და შესაბამისად მათ ახალი ადგილის ძებნა დაიწყეს. მათ მიაგნეს ერთ საკმაოდ საინტერესო რანჩოს, რომელიც ჯორჯ სპანს ეკუთვნოდა. ჯორჯ სპანი ზუსტად ისევე როგორც ამავე რანჩოზე არსებული მიტოვებული გადასაღები მოედანი უკვე აღარავის აღარ სჭირდებოდა.
ჩარლზ მენსონმა ჯორჯს საკმაოდ საინტერესო და სარფიანი წინადადება შესთავაზა, რაზეც ჯორჯმა უარი ვერ თქვა და შესაბამისად მისცა მენსონსაც და მის ოჯახის წევრებსაც რანჩოზე ცხოვრების უფლება. რას გულისხმობდა ეს სარფიანი წინადადება? ამაზე ძალიან სიღრმისეულ დეტალებს არ მოყვები, უბრალოდ ზედაპირულად გეტყვით იმას, რომ ჩარლზ მენსონი აიძულებდა თავისი ოჯახის წევრებს იმას, რომ მათ მოევლოთ ჯორჯ სპანისთვის, რომელიც ასაკში იყო და უკვე უსინათლოც იყო და შესაბამისად საკუთარ თავს კარგად ვეღარ უვლიდა და გარდა მოვლისა მასთან სექსით დაკავებულიყვნენ. სულ ცოტა ხნის წინ მე ვახსენე ორი გოგონას მეტსახელი, ერთი იყო სკვიკი, ხოლო მეორე სედი. მოკლედ ჯორჯ სპანმა თავად შეარქვა ერთ-ერთ გოგონას სკვიკი და ეს სიტყვა ითარგმნება როგორც ჭრიალა, წრიპინა, ან რაღაც მსგავსი. რა დროს გამოსცემდა სკვიკი ამ ხმებს, მაგას უკვე აღარ ვიტყვი, ალბათ ისედაც ხვდებით. მოკლედ მენსონი ყველაფერს აკეთებდა საიმისოდ, რომ ჯორჯ სპანს მაქსიმალური სიამოვნება მიიღო და არავითარ შემთხვევაში არ ეთქვა უარი იმაზე, რომ მენსონს ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს მისსავე რანჩოზე ეცხოვრა. სწორედ აქ სპანის რანჩოზე საზოგადოებისგან სრულიად მოწყვეტილმა სექტამ საბოლოო ფორმები მიიღო. უცნაური ისაა, რომ ამ ყველაფერს წინ უძღოდა ჯგუფი The Beatles-ის ახალი ალბომის, White ალბომის გამოშვება, რომელშიც ერთი ყოვლად უწყინარი სიმღერა, Helter Skelter-ით შედიოდა. ამ სიმღერის ტექსტში მენსონმა ამოიკითხა მოსალოდნელი აპოკალიფსის დეტალები და როგორ უნდა განვითარებულიყო ყველაფერი მისი ნარკოტიკული საშუალებებითა და ფსევდოფილოსოფიური შეხედულებების გამო გაბრუებული გონების მიხედვით. ძალიან მალე უნდა დაწყებულიყო რასობრივი ომი. შავკანიანები აუმხედრდებიან თეთრებს. მკვლელობები და ძალადობა ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება. ეს ყველაფერი რამდენიმე წელს გაგრძელდება, ხოლო ბოლოს შავკანიანები გაიმარჯვებენ და გაანადგურებენ თეთრების რასას. თუმცა მალევე მათ წინაშე ახალი პრობლემა გამოჩნდება. ისინი დაფიქრდებიან იმაზე, თუ რა უნდა ქნან იმ სამყაროში, რომელიც დაიპყრეს. ჩარლის აზრით, შავებს არაფრის კეთება არ შეეძლოთ. ამიტომ მათ დასჭირდებოდათ განათლებული და ჭკვიანი ლიდერი, რომელიც რა თქმა უნდა თავად იქნებოდა, რადგან ის და მისი ოჯახის წევრები ამ რასობრივ ომში არ მიიღებდნენ მონაწილეობას და გაერიდებოდნენ პროცესს სიკვდილის ველის მიწისქვეშა თავშესაფარში დამალვის ხარჯზე. ისე წარმოიდგინეთ, როგორი გაბრუებული იყო ჩარლზ მენსონის გონება, რომ იგი ფიქრობდა, რომ რასობრივ ომში ყველა ვარიანტში შავკანიანები გაიმარჯვებენ, მაგრამ თეთრკანიანი ჩარლზ მენსონის გარეშე სამყაროს მართვას ვერ შეძლებდნენ. ისიც უნდა ითქვას, რა თქმა უნდა, რომ Helter Skelter-ში მსგავსი შინაარსის ქვეტექსტი ბუნებრივია არ იგულისხმებოდა და მაშინ, როდესაც ჯონ ლენონმა მოისმინა ის თუ რეები ჩაიდინა ჩარლზ მენსონმა, შეიძლება ითქვას მისი სიმღერის გამო, ბუნებრივია მას გუნება წაუხდა და თქვა, რომ რა თქმა უნდა მსგავსი არაფერი არ გვიგულისხმია მაშინ, როდესაც ამ სიმღერას წერდით. აქ ერთი რაღაცაც არის სათქმელი. ჩარლზ მენსონი წერდა სიმღერებს. მას 100-ზე მეტი სიმღერა აქვს დაწერილი, თუმცა რა თქმა უნდა, ისინი არ არის გამოცემული. მაგრამ ის ცდილობდა მათ გამოცემას და ამის გამო ის შეეხმიანა უკვე კარგად ნაცნობ პროდიუსერს, ტერი მელჩერს, რომელიც სპანის რანჩოზე არც კი გამოცხადდა. ამის გამო შეურაცხყოფილმა ჩარლზ მენსონმა სექტის წევრები მელჩერის სახლში გაგზავნა, სადაც ახლა რომან პოლანსკი და შერონ ტეიტი ცხოვრობდნენ. მოგვიანებით მენსონი იტყვის, რომ არ იცოდა ვინ ცხოვრობდა ამ სახლში. თუმცა როგორც უკვე გითხარით, მკვლელობამდე 5 თვით ადრე, 1969 წლის მარტში, მენსონი Cielo Drive-ის 10:50 ნომერში იყო მისული. სასამართლოზე მენსონი ცდილობდა დაბნეული ადამიანის როლის თამაშს. თითქოს მისი სექტის წევრები აქ შემთხვევით მოხვდნენ. თუმცა სინამდვილეში მან მკვლელები გაგზავნა არა კონკრეტულ ადამიანთან, არამედ სიმბოლოსთან. Cielo Drive იყო ადგილი, სადაც ოდესღაც ცხოვრობდა ადამიანი, რომელმაც მის მუსიკალურ ნიჭს არცა შესაბამისი პატივი. მეტიც, ოჯახის წევრებმა კარგად იცოდნენ სახლის განლაგებაც და ისიც, თუ რამდენად დაუცველი იყო ეს ტერიტორია. მენსონს რა თქმა უნდა უკვე აღარ აინტერესებდა მელჩერი. მისთვის მთავარი იყო, რომ მსხვერპლი ისეთი ადამიანი ყოფილიყო, რომლის მკვლელობაც სამყაროს აჩვენებდა მენსონის ძალაუფლებას. სწორედ ამიტომ მან თავის ჯარისკაცებს, ტექს უოტსონს, სუზან ედკინს, პატრისია კრენვინკელს და ლინდა კასაბიანს მკაფიო დავალება მისცა. დახოცეთ ყველა, ვინც იქ დაგვხდებათ. და 1969 წლის 8 აგვისტოს ღამეს 4 ახალგაზრდა მკვლელი Cielo Drive-ის აღმართ აუყვა. მათ თან ჰქონდათ დანები, პისტოლეტი და 13 მეტრიანი ნეილონის თოკი. პირველი მსხვერპლი სრულიად შემთხვევითი ადამიანი, სტივენ პერენტი აღმოჩნდა. საუბარი მაქვს 18 წლის ახალგაზრდაზე, რომელიც აქ მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა,
რომ მეგობარს აკითხავდა. ის ტექს უოტსონმა პირდაპირ მანქანაში ჩაცხრილა. ეს იყო სისხლიანი პრელუდია იმისა, რაც ცოტა ხანში შერონ ტეიტის სახლში უნდა მომხდარიყო. მაგრამ ალბათ გიჩნდებათ ლოგიკური შეკითხვა. ჰიპები, რომლებიც ჩარლზ მენსონის ოჯახის სექტის წევრები იყვნენ, სტანდარტულად წესი და რიგით მშვიდობის მოყვარე, უიარაღო და გარდა ამისა უბოროტო ადამიანები არიან, რომლებიც სიყვარულს ქადაგებენ. რა მოხდა ისეთი, რომ მათ ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირად ადგა და მათ საბოლოო ჯამში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ადამიანები ისე მოეკლათ, რომ არც კი დაფიქრებული იყვნენ. როგორც უკვე გითხარით, ოჯახი რასობრივი ომისთვის ემზადებოდა, რისთვისაც მათ ფული და იარაღი სჭირდებოდათ. მენსონმა სექტის წევრებს, რომლებიც ოდესღაც მშვიდობის მოყვარული ახალგაზრდები იყვნენ, დანები დაურიგა. ფულის საშოვნელად კი ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვას აიძულებდა. ოჯახის ერთ-ერთი წევრი, ლინდა კასაბიანი, დაკითხვისას საუბრობდა იმაზე, რომ მენსონი ხედავდა მის რეალურ მეს. ის ფლობდა განსაკუთრებულ ნიჭს, რომლის დახმარებითაც გოგოებს არწმუნებდა იმაში, რომ ქურდობა არ იყო ცოდვა, რადგან ყველაფერი, რაც კი დედამიწაზე არსებობს, საერთოა და არავის ეკუთვნის. ამიტომ ქურდობა უბრალოდ სამართლიანობის აღდგენის საშუალება იყო. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ქურდობა და მკვლელობა სულ სხვადასხვა რაღაცეები არის, ამიტომ მოდით არ გამოვტოვოთ 1969 წლის 1 ივლისს მომხდარი მოვლენა. ეს ის დღე არის, როდესაც ჩარლზ მენსონის მარჯვენა ხელს, ტექს უოტსონს, უნდა გადაეცვალა ნარკოტიკული საშუალებები $2500. იგი მივიდა ნარკოდილერთან, რომელსაც ბერნარდ კროუ ერქვა და $2500 გამოართვა, თუმცა სახტად გაღიმებული დატოვა და არ მისცა მას ნარკოტიკული საშუალებები. ამის გამო კროუმ დაურეკა მენსონს და დაემუქრა, რომ სპანის რანჩოს თავიდან ბოლომდე გადაწვავდა. მენსონმა დასწრება გადაწყვიტა. ის პირადად მივიდა კროუსთან სალაპარაკოდ, თუმცა ლაპარაკის ნაცვლად რამდენჯერმე ესროლა მას. ეს საკმაოდ საინტერესო დეტალია, რადგან ბევრის თქმით, ჩარლზ მენსონი ის სერიული მკვლელია, რომელსაც პირადად არავინ მოუკლავს. და არა, ეს არ არის ფაქტობრივი შეცდომა. ბერნარდი მძიმედ დაიჭრა, თუმცა გადარჩა. მაგრამ ამის შესახებ ჩარლიმ არაფერი იცოდა. მომდევნო დღეს გაზეთებში დაიბეჭდა სტატია იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქში შავი პანტერების ორგანიზაციის ლიდერი, დენზელ დოუელი მოკლეს. ეს ის ორგანიზაცია იყო, რომლის წევრებიც იბრძოდნენ შავკანიანთა უფლებებისთვის. მენსონი არ დაინტერესებულა იმით, თუ რა ერქვა ან რა გვარის იყო ნარკოდილერი და შესაბამისად ფიქრობდა, რომ სწორედ შავი პანტერების ლიდერი გაისტუმრა საიქიოში. ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მენსონს ხომ ეგონა, რომ ბერნარდ კროუ კი არა, სულ სხვა ადამიანი მოკლა. ეს სხვა ადამიანიც არ ყოფილა უბრალო ტიპი, ეს იყო შავი პანტერების დაჯგუფების, უпростоრად კი ორგანიზაციის ლიდერი და სწორედ ამის გამო მენსონი ფიქრობდა, რომ შავი პანტერის ორგანიზაციის წევრები შურს იძიებდნენ. და შესაბამისად ის დარწმუნებული იყო იმაში, რომ აპოკალიფსი უკვე დაწყებული იყო და უფრო მეტიც, განაუბრალოდ დაწყებული იყო, არამედ თავად შეუწყო მის დაწყებას ხელი. ამის გაანალიზებას ის მოყვა, რომ მან რანჩოზე მყოფ სექტის წევრებს იარაღი დაურიგა და 24 საათიანი პატრულირება აიძულა. საკმაოდ მალევე ინციდენტს მეორე, ოღონდ ახლა უკვე რეალური მკვლელობა მოყვა. მსხვერპლი ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მეგობარი, ჰარი ჰინმენი იყო. მენსონს ჯეროდა, რომ მას სახლში $20,000 ჰქონდა შენახული. ამიტომ ოჯახის 3 წევრს, ბობი ბოსოლეის, სუზან ეტკინს და მერი ბერნერს ამ ფულის ნებისმიერ ფასად მოპარვა დაავალა. მენსონის ოჯახის წევრები 2 დღის განმავლობაში აწამებდნენ ამ ადამიანს, თუმცა საბოლოო ჯამში მათ რა თქმა უნდა ვერ მიიღეს ფული. აი მესამე დღეს კი აქ მოვიდა ჩარლზ მენსონი, რომელმაც ჰარის მოაჭრა ყური. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ მოწყალების დრო უკვე დასრულებული იყო. საბოლოო ჯამში ჰარისი მოკლა ბობი ბოსოლეიმ, რომელიც უნდა ითქვას, რომ ოდესღაც პორნომსახიობი იყო, ხოლო მისი ოჯახის სხვა წევრებმა მსხვერპლის სისხლით კედელზე გააკეთეს შემდეგი წარწერები. Political Piggy. Political Piggy-ს გარდა მათ ასევე დატოვეს კედელზე შავი პანტერების ორგანიზაციის ლოგო. ეს ყველაფერი იმას ემსახურებოდა, რომ პოლიცია რადიკალი შავკანიანების კვალზე გასულიყო. ერთადერთი რამ, რაც მენსონის ოჯახმა ჰარი ჰინმენისგან მიიღო, იყო მისი ავტომობილი, რომელიც მოგვიანებით ბობი ბოსოლეის დაჭერის მიზეზი გახდა. ეს 6 აგვისტოს მოხდა. როგორც კი მენსონმა შეიტყო იმის შესახებ, რომ ბობი ბოსოლეი დაიჭირეს, მან თავისი სექტის წევრებს გამოუცხადა ის, რომ რასობრივი ომი უკვე ოფიციალურად არის დაწყებული და შესაბამისად ახლა უკვე ნამდვილად არ არის იმის დრო, რომ გულხელ დაკრეფილი ყოფილიყვნენ და კონტრშეტევა იყო დასაწყები. ახლა უკვე კარგად იცით ის თუ
როგორ გადაიქცნენ მშვიდობის მოყვარული ჰიპები ცივსისხლიან მკვლელებად. შეიარაღებული ოჯახის წევრები დანიშნულების ადგილას მივიდნენ. ტექსი აძურა სატელეფონო ბოძზე და მავთულები გადაჭრა. მას არ სურდა, რომ რომელიმე ადგილობრივ მაცხოვრებელს პოლიციაში დაერეკა. ამის შემდეგ ის და მისი თანამზრახველები გადაძვრნენ სახლის ღობეზე, რა დროსაც ტერიტორიაზე სტივენ პერენტის ავტომობილი გამოჩნდა. სწორედ ის გახდა 8 აგვისტოს მომხდარი მოვლენების პირველი მსხვერპლი. ვოტსონი მას დანით მივარდა ხელში. დაჭრის შემდეგ კი 4-ჯერ ესროლა გუნკერდის არეში. კასაბიანის გარდა ყველა სახლში შევიდა. ლინდა დაზღვევაზე იდგა. თუ კი ვინმე გამოჩნდებოდა, უნდა გაეფრთხილებინა სექტის წევრები. სახლში 8 თვის ორსული შერონ ტეიტი, ვოიცეხ ფრაიკოვსკი, ჯეი სებრინგი და ებიგეილ ფოლგერი იმყოფებოდნენ. თავდასხმელების სახლში შეჭრის დროს თითოეულ მათგანს ეძინა. ვოტსონმა მძინარე ფრაიკოვსკის თავში ჩაარტყა და უთხრა, რომ ის ეშმაკი იყო და მის მოკვლას აპირებდა. ლინდა კასაბიანმა, რომელიც თანამზრახველებს გარეთ ელოდებოდა, განწირული ყვირილის ხმა გაიგო და მხოლოდ ახლა გააცნობიერა თუ რამხელა შეცდომას უშვებდნენ ის და მისი ოჯახის წევრები. იმის იმედად, რომ სიტუაციის გამოსწორება შეძლებდა, ლინდამ ხმამაღლა ყვირილი დაიწყო. თითქოს სახლს ვიღაც უახლოვდებოდა, თუმცა მას არავინ უსმენდა. ფრაიკოვსკიმ და ფოლგერმა მოახერხეს სახლიდან გარეთ გამოქცევა, თუმცა აქ ისინი დაიჭირეს და დანით დაჩეხეს. სახლში მყოფი შერონ ტეიტი თავდამსხმელებს ევედრებოდა, რომ დაენდოთ, რადგან ის ორსულად იყო, თუმცა ისიც ისევე როგორც სხვა დანარჩენები უმოწყალოდ მოკლეს. ამ ღამეს სამმა ოჯახის წევრმა ჯამში 100-ზე მეტი ჭრილობა მიაყენეს გარდაცვლილებს. მენსონის ბრძანებით მათ სახლში სისხლით დატოვეს წარწერა ფიგ, ღორი. აღნიშნული მკვლელობები მენსონის გეგმის ნაწილი იყო. ის რატომღაც ფიქრობდა იმას, რომ პოლიციელები გავიდოდნენ შავი პანტერის ორგანიზაციის წევრებზე და დააკავებდნენ მას, რასაც საპასუხო რეაქცია მოყვებოდა და შესაბამისად დაიწყებოდა მის მიერ ნაწინასწარმეტყველები რასობრივი ომი, რაცაც თავის მხრივ აპოკალიფსი მოყვებოდა. მენსონი არ აპირებდა ჩადენილ დანაშაულზე გაჩერებას. მას სურდა ის, რომ პროცესი ბევრად უფრო მეტად გამწვავებულიყო და სწორედ ამის გამო მომდევნო დღეს კიდევ ერთი ახალი მკვლელობა დაგეგმა. თუმცა განსხვავებით შერონ ტეიტის შემთხვევისა, მას თავად სურდა მკვლელობაში მონაწილეობა. აქ ისიც არის ხაზგასასმელი, რომ მან 2 ოჯახის ისეთი წევრი ჩართო საქმეში, რომელსაც აქამდე არავინ მოუკლავს. ახალი მსხვერპლი მათ ფაქტობრივად შემთხვევითობის პრინციპით შეარჩიეს. მკვლელები რანჩოსთან ახლოს მდებარე დასახლებასთან ტრიალებდნენ და საბოლოოდ არჩევანი სუპერმარკეტის მფლობელ ლენო ლაბიანკასა და მის მეუღლეზე შეაჩერეს. მენსონი უკმაყოფილო იყო იმით, თუ რა მოხდა შერონ ტეიტის მკვლელობისას. მას სურდა ეჩვენებინა, რომ მკვლელობის პროცესმა ჩუმად და უპრობლემოდ შეიძლება ჩაიაროს. ის შეიპარა ლაბიანკების სახლში, დაემუქრა მათ იარაღით და გააფრთხილა, რომ არ ეყვირათ და არ ენერვიულად, რადგან ეს უბრალოდ ძარცვა იყო. შეშინებული ლენო და როზმარი ლაბიანკები დათანხმდნენ დაბმას, რის შემდეგაც ჩარლის სახლიდან გავიდა. გარეთ გამოსვლისას ოჯახის წევრებს მათი მოკლა უბრძანა. მენსონის მიმდევრებმა, პატრისია კრენვინკელმა და ლესლი ვან ჰაუტენმა დაბმულ ლენოს 14 ჭრილობა მიაყენეს ჩანგლით. სტეიკის დანით კი ხელი გამოჭრეს. იგივე სისასტიკით მოკლეს როზმარიც, რომელსაც წელისა და დუნდულების არეში 16 ჭრილობა აღენიშნებოდა. მკვლელებმა ლაბიანკების სახლშიც დატოვეს სისხლიანი წარწერები, მათ შორის ჰელტერ-სკელტერსი, ომი და სიკვდილი ღორებს. ამავე ღამით მენსონს კიდევ ერთი ადამიანის მოკლა სურდა. საუბარი იმ პერიოდისთვის ცნობილ მსახიობზე, სალადინ ნადერზემავს, რომელსაც ლინდა კასაბიანი კარგად იცნობდა და იცოდა თუ საცხოვრობდა იგი. ლინდამ, რომელიც შერონ ტეიტის მკვლელობის ღამეს მხოლოდ თვითმხილველი იყო და ახლა უკვე პანიკა მოიცვა, გადაწყვიტა ოჯახის წევრებისთვის კვალის არევა და ისინი სხვა სადარბაზოში შეიყვანა. ამ ღამით ახალი მკვლელობა აღარ მომხდარა. ოჯახის წევრები დაბრუნდნენ რანჩოზე. რამდენიმე დღეში კი ლინდა მშობლებს დაუბრუნდა. მკვლელობების გამო ჰოლივუდის მოსახლეობა პანიკა მოიცვა. თუ კი აქამდე ისინი არც კი კეტავდნენ კარს, იმიტომ რომ თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ, ახლა მათ მასობრივად დაიწყეს იარაღის შეძენა. საინტერესო ის არის, რომ პოლიციას არ ჰქონდა არანაირი ვერსია, იმიტომ რომ ისინი ვერ აკავშირებდნენ მკვლელობებს ერთმანეთთან. პრესაში სხვადასხვა ვერსია ვრცელდებოდა. და ამაზე უფრო საინტერესო ის არის, რომ სულ რაღაც 4 დღეში ჩარლზ მენსონი და მისი ოჯახის რამდენიმე წევრი დააკავეს. დააკავეს ოღონდ არა მკვლელობის გამო. მათ ბრალი წაუყენეს ავტომობილების გატაცებაში, რომლებსაც სექტანტები მართლაც იპარავდნენ და აწყობდნენ მათგან ბაგებს. უდაბნოში მავალ მსუბუქ ავტომობილებს, რადგან როგორც უკვე მანამდე გითხარით, ისინი სიკვდილის ველში აპირებდნენ ცხოვრებას.
ოჯახის წევრებს ჩამოართვეს იარაღი და ისინი წინასწარი პატიმრობის საკანშიც კი გადაიყვანეს, თუმცა მიუხედავად ამისა მოგვიანებით გაირკვა, რომ დაკავების ოქმი არასწორად იყო შედგენილი და შესაბამისად, როგორც ამას ამერიკული მართლმსაჯულება მოითხოვს, ისინი გაანთავისუფლეს. ანუ წარმოიდგინეთ, მკვლელები მათ დაჭერილი ყავდათ, არ იცოდნენ, რომ ისინი მკვლელები იყვნენ და მათი გაშვება მოუწიათ არასწორად შედგენილი ოქმის გამო. არავინ ფიქრობდა იმას, რომ ეს ერთი შეხედვით მშვიდობის მოყვარული ჰიპები საზარელი მკვლელები იყვნენ. პოლიციას კვალი სრულად ჰქონდა არეული. ერთადერთი რამ, რაც მათ დაასკვნეს, ის იყო, რომ კედელზე სისხლით დაწერილი Helter Skelter-ი ბითლზებთან იყო კავშირში. აი, მენსონი კი ფიქრობდა, რომ მისი ოჯახის წევრებს შორის იმყოფებოდა ისეთი ადამიანი, რომელიც პოლიციასთან თანამშრომლობდა და ყველაფერს მათ ეუბნებოდა. ისე რომ არც არაფერი არ გაურკვევია, მან ხელი დაადო დონალდ შის, ოჯახის ერთ-ერთ წევრს, რომელიც ოჯახში სულ ბოლოს გაწევრიანდა. უნდა ითქვას ისიც, რომ დონალდ შის ყავდა შავკანიანი მეუღლე, რაც მენსონის რასისტული შეხედულებების გამო უკვე ავტომატურად ნიშნავდა იმას, რომ იგი მენსონის იდეოლოგიას ღალატობდა. მიუხედავად მცდელობებისა იმის გამო, რომ მენსონმა მოკლა დონალდში, მან ვერ შეძლო გავლენის შენარჩუნება და დროსთან ერთად შიშის გამო მისი ოჯახის წევრებმა რანჩო დატოვეს. ჩარლზი მიხვდა, რომ აქ ვეღარ დარჩებოდა და დარჩენილ ერთგულ მიმდევრებთან ერთად არლინ ბარკერის რანჩოში გადავიდა. მენსონმა არლინს მოატყუა, რომ The Beach Boys-ის მუსიკალური ჯგუფის წევრი იყო და მისგან სახლში ცხოვრების უფლება მარტივად მიიღო. არლინ ბარკერის რანჩო სიკვდილის ველის ეროვნულ პარკთან ახლოს იყო და მენსონს წესით აქ ცოტა ხნით მაინც უნდა შეინარჩუნებინა სიმშვიდე და არ უნდა დაერღვია კანონი. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მან და მისი ოჯახის წევრებმა პარკის ტერიტორიაზე მყოფი ძვირადღირებული გზის დასაგები მანქანა დაწვეს, რის გამოც რეინჯერების ყურადღება მიიქციეს. პოლიციელები ბარკერის რანჩოზე პირველად 1969 წლის 10 ოქტომბერს გამოსცდნენ. მათ დააკავეს მენსონის ოჯახის რამდენიმე წევრი, მაგრამ თავად ჩარლზმა მოასწრო გაქცევა და თავი შეაფარა იქვე არსებულ კლდეებს. 12 ოქტომბერს პოლიციელები ისევ დაბრუნდნენ ბარკერის რანჩოზე იმისთვის, რომ დარჩენილი ოჯახის წევრები დაეკავებინათ და სწორედ ამ დროს ერთ-ერთმა პოლიციელმა ნიჟარის ქვეშ არსებულ კარადაში შეამჩნია, რომ ადამიანი იმალებოდა. ეს ადამიანი ჩარლზ მენსონი გახლდათ. ისინი ვერც კი ხვდებოდნენ, ვინ დააკავეს. მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ ჩარლი და მისი სექტის წევრები ამ პერიოდის ყველაზე გახმაურებული მკვლელობის ავტორები იყვნენ. როცა სიუზან ეტკინსი აღმოჩნდა წინასწარი პატიმრობის საკანში, მან სხვა პატიმარ ქალებს დაუწყო საუბარი იმაზე, რომ სწორედ ის და მენსონის ოჯახის სხვა წევრები იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც შერონ ტეიტი მოკლეს. რა თქმა უნდა, სხვა პატიმარმა ქალებმა ამის შესახებ პოლიციელებს შეატყობინეს და სწორედ ასე გაიგო პრესამ და საზოგადოებამ ის, რომ ამ დროისთვის ყველაზე გახმაურებულ მკვლელობაში დამნაშავეები უკვე დაკავებულები არიან. მალევე დააკავეს ჩარლზ მენსონის საქმეში არსებული ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი თვითმხილველი, ლინდა კასაბიანი, რომელიც ამ დროისთვის უკვე მშობლებთან ცხოვრობდა. სწორედ ასე დაიწყო იმ დროისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი სასამართლო პროცესი, რომელიც 7 თვეს გაგრძელდა. ჩარლზ მენსონი. სასამართლო პროცესი. სასამართლოს წინაშე 7 ადამიანი წარსდგა, მათ შორის რა თქმა უნდა თავად მენსონიც, თუმცა პროკურატურა საკმაოდ რთული დილემის წინაშე აღმოჩნდა. მკვლელობაში უშუალოდ ჩარლზ მენსონის მონაწილეობა არ დასტურდებოდა. მას არ ჰქონდა დატოვებული ფაქტობრივად არანაირი კვალი. არადა ამ დროს სწორედ მენსონი იყო ყველაფრის ორგანიზატორი. საქმეს ისიც ართულებდა, რომ სექტის დაკავებული წევრები, ისევე როგორც თავისუფლებაზე მყოფები, ყველა მეთოდით იცავდნენ მენსონს. სასამართლო პროცესამდე ცოტა ხნით ადრე გაქრა ადვოკატი რონალდ ჰიუზი, რომლის სხეულიც მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ აღმოაჩინეს. მართალია არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ის მენსონის ოჯახის წევრებმა მოკლეს, თუმცა გავრცელებული ვერსიის მიხედვით იგი აპირებდა თანამზრახველების გადარწმუნებას, რომ მენსონის დანაშაულები საკუთარ თავზე აიღოთ. ერთ-ერთ სასამართლოს ხდომაზე ჩარლზ მენსონი თავს დაესხა მოსამართლეს. მერი ბრუნერს კი, რომელიც შეგახსენებთ ჩარლზ მენსონის ოჯახის პირველი წევრი იყო, თავისი გეგმა ჰქონდა. ის აპირებდა თვითმფრინავის გატაცებას და მძევლების ყოველ საათში მოკლას, იმ შემთხვევაში თუ კი ჩარლზ მენსონს არ გაუშვებდნენ. რა თქმა უნდა, მისმა გეგმამ არ გაამართლა, იმიტომ რომ პოლიციელებმა ის მაშინ დააკავეს, როცა ის და მისი რამდენიმე თანამზრახველი იარაღების მაღაზიას ძარცვავდა. სასამართლო პროცესი ხშირად საცირკო შოუს ემსგავსებოდა. ჩარლი ყოველ ხდომაზე ახდენდა იმის დემონსტრაციას, თუ რამხელა გავლენა ჰქონდა სექტის თითოეულ წევრზე. ერთხელ მან თავი ნახევრად გადაიპარსა. ოჯახის წევრებმაც იგივე გააკეთეს. ერთხელ კი შუბლზე X-ი ამოიტვიფრა. მეორე დღეს
სხდომაზე მისი ოჯახის წევრებიც იგივე ნიშნით გამოჩნდნენ. ჩარლზ მენსონი ყველაფერს აკეთებდა საიმისოდ, რომ მისი ბრალეულობა გადაიტანა რომელიმე ოჯახის წევრზე, მაგრამ სწორედ ამ დროს ლინდა კასაბიანმა, რომელიც შეგახსენებთ, რომ შერონ ტეიტის მკვლელობის დროს იქვე იმყოფებოდა, მოსამართლეს ისევე როგორც პროკურორს საკმაოდ მნიშვნელოვანი სამხილები წარუდგინა. მისი დაკითხვა 18 დღე გაგრძელდა. მან აღიარებითი ჩვენება დაწერა. წარუდგინა სასამართლოს ყველა მტკიცებულება, რომ მკვლელობები სწორედ მენსონის დაორგანიზებული იყო. ჩარლი და მისი ოჯახის წევრები ლინდას ემუქრებოდნენ. პირდებოდნენ, რომ ამას ასე არ დატოვებდნენ. თუმცა ლინდამ, როგორც ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, აღწერა მკვლელობის ყველა დეტალი და ისიც, თუ რა ხდებოდა რანჩოზე და იმ ავტობუსში, რომელშიც ოდესღაც ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. რა თქმა უნდა, მენსონის ადვოკატი არ დანებებულა. ის ყველაფერს აკეთებდა საიმისოდ, რომ გოგონას დისკრედიტაცია მოეხერხებინა და საუბრობდა იმაზე, რომ ლინდა კასაბიანი ოდესღაც LSD-ს აქტიური მომხმარებელი იყო. და შესაბამისად, რაზეც ის საუბრობდა, არ იყო გამორიცხული, რომ მისი ფანტაზიის ნაყოფი ყოფილიყო. მაგრამ რა თქმა უნდა, გამოძიებამ შეადარა ლინდას ჩვენება და ადგილზე შეგროვებული სამხილები. შესაბამისად, ადვოკატის მცდელობამ არ გაამართლა. 1971 წლის 25 იანვარს სასამართლოს წინაშე მენსონის ოჯახის წევრები წარსდგნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ორგანიზატორი არა ჩარლზ მენსონი, არამედ ლინდა კასაბიანი იყო. ამბობდნენ, რომ სწორედ ლინდა ანაწილებდა როლებს. ასწავლიდა მათ იმას, თუ როგორ უნდა გამოეყენებინათ იარაღი, რა უნდა გაეკეთებინათ და ვის უნდა დასკმოდნენ თავს. მენსონი კი მათი სულიერი ლიდერი იყო, რომელიც სიყვარულისა და მშვიდობისკენ მოუწოდებდა. ჩვენებები იმდენად აბსურდული იყო, რომ სასამართლომ ისინი არც გაითვალისწინა. დაკავებიდან 7 თვის შემდეგ სასამართლომ განაჩენი გამოიტანა. ოჯახის სექტის წევრებს აბსოლუტურად ყველა წაყენებულ საქმეში დაუმტკიცდათ ბრალეულობა. თითოეულ მათგანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ერთ წელიწადში კალიფორნიაში სიკვდილით დასჯა გაუქმდა, მათი განაჩენის სამუდამო პატიმრობამ ჩაანაცვლა. დაკავებულებიდან მხოლოდ 2 ადამიანი გაათავისუფლეს. ერთ-ერთი სტივ გროგანია, რომელიც დონალდ შის მკვლელობაში იღებდა მონაწილეობას. ის ციხიდან 1985 წელს გამოვიდა. აი ლესლი ვან ჰაუტენი კი, რომელიც მენსონის სექტის ყველაზე ახალგაზრდა წევრი იყო, სულ რაღაც 3 წლის წინ. 2023 წლის ივნისში გაათავისუფლეს. პატრისია კრენვინკელი კალიფორნიის ისტორიაში ციხეში ყველაზე დიდხანს მყოფი ქალი პატიმარია. მიუხედავად ამისა, ის ყოველწლიურად ცდილობს, რომ შეწყალება ითხოვოს, თუმცა რა თქმა უნდა, ყოველწლიურად იღებს უარს. ტექს ვოტსონი, რომელიც მენსონის მარჯვენა ხელი იყო, დღემდე ციხეშია. მან ქრისტიანობა მიიღო, გახდა პასტორი და დააარსა საკუთარი რელიგიური ორგანიზაცია. მას 18-ჯერ უთხრეს უარი ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე. ლინდა კასაბიანი კი, რომელიც მენსონის საქმეში ერთ-ერთი მთავარი თვითმხილველი იყო, სულაც არ მსდარა ციხეში. ის 73 წლის ასაკში გარდაიცვალა სულ სხვა სახელითა და გვარით, რადგან მას ეშინოდა, რომ მენსონის ყოფილი მიმდევრები ერთ მშვენიერ დღეს სახლში ესტუმრებოდნენ. ციხეში ყოფნისას ჩარლზ მენსონი ტკბებოდა პრესის ყურადღებით. სულაც არ ნანობდა ჩადენილ დანაშაულს და მეტიც. აცხადებდა, რომ ნანობდა მეტი ადამიანის მოკლა რომ ვერ მოასწრო. ფსიქოლოგებმა მას შიზოფრენია დაუდგინეს და სასამართლოს განუცხადეს, რომ მისი არათუ საზოგადოებაში, არამედ ციხეში, სხვა პატიმრებთან ყოფნაც კი საშიშია. 2014 წელს ჩარლზ მენსონი კინაღამ დაქორწინდა თავის გულშემატკივარზე, რომელიც მასზე 3-ჯერ უმცროსი იყო. სხვათა შორის ამ გოგოს ისტორია მაქვს განხილული ერთ-ერთ ჩემს ვიდეოში, სადაც საუბრობ იმაზე, თუ რატომ გვიზიდავენ ფსიქოპათები და რატომ გვიზიდავენ ვიდეოები მათ შესახებ. ჩარლზ მენსონი 2017 წელს გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მისი მუსიკალური კარიერა ვერ შედგა, შეიძლება ითქვას, რომ იგი ერთგვარი როკსტარი მაინც გახდა. იმიტომ რომ მის შესახებ არაერთი ვიდეოა ჩაწერილი, არაერთი წიგნია დაწერილი და გარდა ამისა გადაღებულია თითქმის 20-მდე ფილმი. ჩარლი მენსონმა მოახერხა და ის ყველაფერი, რაც წესით და რიგით უნდა გამხდარიყო თავისუფლების, მშვიდობის, კულტურისა და პაციფიზმის ნიშანი, გააერთიანა და იარაღად გადააქცია. მენსონის ინტერვიუების საკმაოდ დიდი ნაწილი მექნება ატვირთული ჩვენს Telegram არხზე, რომელიც რა თქმა უნდა დალინკული არის, ასე რომ შეისწრებთ ვიდეოს აღწერაში. გარდა ამისა, დაელოდეთ თვის ბოლომდე დიდი ალბათობით მოვახერხებ და შევძლებთ ერთი საკმაოდ საინტერესო აუდიო პოდკასტის, რომელიც true crime თემატიკაზე იქნება ატვირთვას ამავე Telegram არხზე, ასე რომ ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო სიახლეები გელოდებათ. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო. მინდა მადლობა გადაუხადოთ თითოეულ იმ მაყურებელს, რომელმაც ამ მომენტამდე უყურა ვიდეოს.
კოცნით და გეხვევით, ასევე ძალიან დიდი მადლობა ციფრული ინდუსტრიის აკადემიას იმისთვის, რომ გვერდში უდგას არა მხოლოდ ჩემი არხის განვითარებას, არამედ ჩემი მაყურებლების განვითარებას. მოკლედ, დღეისათვის სულ ეს იყო. დროებით.